1982 წელს 13 აგვისტოს მე და დედა ვიყავით კომუნისტის რედაქციაში. მიტანილი მქონდა პრობლემური ნარკვევები დუშეთის რაიონში მომხდარ მეტად მძიმე დანაშაულებზე. 14 აგვისტოს ვაჟაობაზე ვიყავით დედაშვილი. გადავწყვიტე სიტყვით გამოვსულიყავი და ვითხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელისგან, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით გაოგნებული საზოგადოების თვალწინ დედაშვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ეს არის ფრაგმენტი ახალგაზრდა ჟურნალისტის ნაზი შამანაურის დღიურიდან, რომელსაც ის დაპატიმრების შემდეგ საბჭოთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წერდა. ნაზი შამანაურის სახელი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გააქტიურებულმა ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ გაახმაურა. მთელმა საზოგადოებამ შეიტყო უსამართლობასთან მებრძოლი ჟურნალისტიკალის შესახებ, რომელიც საბჭოთა სისტემამ მკაცრად დასაჯა. ნაზი შამანაური არ იყო დისიდენტი, თუმცა მთელი არსებით პატრიოტი იყო და სამშობლოსთვის მსახურების მთავარ იდეალად სამართლიანობისთვის ბრძოლა მიაჩნდა. მისი სიცოცხლის უკანასკნელი ტრაგიკული ეპიზოდი საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეზე და იმ ჯოჯოხეთზე მოგვითხრობს, რასაც საბჭოთა ფსიქიატრიული საავადმყოფო ერქვა. ნაზი შამანაური 1940 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში დაიბადა. დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის პირველი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე. შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სოფელ პარმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად მუშაობდა. ასევე აქტიურად მუშაობდა ჟურნალისტიკის სფეროში, რადიოსა თუ პრესაში. აქვეყნებდა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო წერილებს, წერდა ჩაგვრასა და უსამართლობაზე, ამხელდა საბჭოთა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მუშაობდა გაზეთ სამშობლოში. მისი სტატიები და თარგმანები თითქმის ყველა გაზეთში იბეჭდებოდა. მისი ნარკვევების გმირები იყვნენ მერაბ ბერძენიშვილი, რევაზ ლაღიძე, მცხეთელი მინდია მამულაშვილი, ომარ მეღვინეთუხუცესი, რეპრესირებული ქალბატონი ვარა ფიცხელაური და სხვანი. უწმინდესთან და უნეტარესთან ეფრემ მეორესთან პირველი ინტერვიუც სწორედ ნაზი შამანაურს ეკუთვნის. ნაცნობები და ახლობლები ახასიათებენ როგორც მოკრძალებულ, თავმდაბალ, თუმცა საოცრად მიზანსწრაფულ, შეუპოვარ და სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანად. მისმა ერთმა სტატიამ ჭირმა თავი მალა, მაგრამ რომელიც გაზეთ სოფლის ცხოვრებაში გამოქვეყნდა, ისიც შემოკლებით შეცვალა რედაქტორების დამოკიდებულება ნაზი შამანაურის მიმართ. ბოლო წერილი მან 1974 წლის 7 ივნის გაზეთ სოფლის ცხოვრებაში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც დაიწყო მისი როგორც ჟურნალისტის დევნა და შევიწროება. 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ტრადიციულად ვაჟაობა აღინიშნებოდა. ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა სიტყვა ითხოვა, მაგრამ ნება არ მისცეს. მაშინ მან საზოგადოებას მიმართა, მომეცით საშუალება გადმოგცეთ რა უჭირს ან რა ულხის ვაჟას სამშობლოს კუთხეს, მთიელ ხალხს, გუდამაყრის, მთიულეთის, ფშავ ხევსურეთის მოსახლეობას. ვაჟასადმი პატივისცემა მარტო ვაჟაობაზე შეკრებით, გულზე მჯიღის ცემითა და პატრიოტული ლექსებით ხომ არ გამოიხატებაო. ამის თქმა იყო და ატყდა ხალხში ერთი ალიაქოთი. ჟურნალისტს სათქმელი ბოლომდე არ დაამთავრებინეს. დუშეთის მაშინდელი რაიკომის წარმომადგენლობამ იცოდა, რასაც აპირებდა ახალგაზრდა ჟურნალისტი, ამიტომ თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. ხალხში მიმოიფანტნენ და ნაზიც და დედამისიც სარა ინაშვილი იქვე დააპატიმრეს. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედაშვილი ერთმანეთს დააშორეს და დაიწყო ჟურნალისტის 5-თვიანი სასტიკი წამება. გამატიტულეს ყველას თვალწინ, იატაკზე თმით მათრიეს, ხელფეხი შემიკრეს, მუცელში მცემდნენ, თმაზე მეკაჩებოდნენ, ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო,
კანი მეწლოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა, ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში მუშტს, ლანცეტით მაწამებდნენ, სასამდე მიბჯენილ კოვს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ. ვიხრჩობოდი, იოგები საყლაპავი მილი დამიზიანდა, კბილები დამემსხვრა, პირსახოცი სისხლიანი იყო, წერდა ნაზი შამანაური თავის დღიურებში. ნაზის ჩამოართვეს 77 გვერდიანი ნარკვევი, რომელიც ფაქტობრივად დუშეთის რაიონში მომხდარ ბოროტმოქმედებათა ჟურნალისტური გამოძიება იყო. ამ ბნელი საქმეების უკან ამ რაიონის მესვეურები იდგნენ. ნარკვევს საფუძვლიანად გაეცვნენ რაიკომის მდივანიცა და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებიც და დედაშვილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა მიუსაჯეს. ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება. დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა, საკითხი აღგზარი 1973 წლიდან ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა ვიქტორია სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და მითხრა ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო. მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს. რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო რედაქციამ პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითხრეს, ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო. ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისთვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება, თუ კი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ რაშია საქმე? ნუ თუ სამშობლო ცოცხლად დაგუმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი, შეურყვნელი, წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე. თუ კი ბოროტ ძალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ თავიანთი მზაკრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ რატომ არ გძალგვიც მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად? დაპატიმრებიდან მე-13 დღეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დედაშვილი ერთმანეთს დააშორეს. შამანაურმა პროტესტის ნიშნად 70 დღე იშიმშილა. მეტპერსონალი მისი შიმშილობის შეწყვეტას იმით ცდილობდა, რომ ლანცეტს სასამდე აჭერდნენ, კოვს ბურღივით უტრიალებდნენ, ხახაში ზეწრებით შეკოჭილს. ამას ნაზის დღიურებში ვკითხულობთ. აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით. ნაზის მეგობარი ბელა წვერაძე იგონებს, ის ებრძოდა ყოველივეს, რაც უსამართლოდ მიაჩნდა. იცავდა ჩაგრულს, ღარიბს, უპატრონოს, მოხუცს. მან საზოგადოება დაყო ორ ნაწილად: მომხვეჭელები, ქურდები, ავაზაკები და პატიოსანი ჩაგრულები. ნაზიკომ უკან დახევა არ იცოდა, მაგრამ სიმართლის დამტკიცება იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო. ცნობილია, რომ ნაზი შამანაური სოციალურ ხელისუფლებას კი არ ებრძოდა, არამედ ამ ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში მოკალათებულ პირებს. ის ბოროტებად მიიჩნევდა არა თავად საბჭოთა სისტემას, არამედ ამ სისტემის ცალკეულ ჩინოსნებს, რომლებიც თავიანთი კორუმპირებული და მავნებლური ქმედებით ძირს უთხრიდნენ საბჭოთა ხალხების კეთილდღეობას. თუმცა ნაზი შამანაურისთვის უმთავრესი იდეალი საქართველო იყო. მისი საპროტესტო სულისკვეთებაც მკაფიო პატრიოტიზმით იყო განმშვალული. ამიტომ იყო, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ სამართლიანად დაიტაცა მისი სახელი და აქცია სიმართლისთვის, სამოქალაქო ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. მოძრაობის წევრების აქტიური ძალისხმევით ნაზი შამანაურის სახელი მსოფლიოში გახმაურდა. ამას საბჭოთა სისტემა უპასუხოდ არ დატოვებდა. 1983 წელს გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია
იყო კი წამებული. სტატია რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კონტრარგუმენტია. სტატიაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, ბევრჯერ ვესაუბრე ავადმყოფს, ვიყავი სტაციონალურ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქმე გვქონდა შიზოფრენიის ფორმის სრულ დაავადებასთან. ბუნებრივია შამანაურის შეურაცხადად ვცანით და ამან გაათავისუფლა ის ბოროტი ხულიგნობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამ დასკვნას ხელს ცნობილი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი აწერდა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაური დღიურებს წერდა. საბედნიეროდ ამ დღიურებმა დღის სინათლე იხილა. ეს ერთი პატარა ნაწყვეტიც მისი ჩანაწერებიდან ნათელყოფს ნაზის პიროვნულ სიმაღლეს. რას მთხოვენ? უარვყო ჩემი პიროვნება? ეს არ მოხდება. ამ ქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობანი. ეს არის ხალხისა და ჩემი სამშობლოს სიყვარული, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ეღალატების. სულიერად დაავადებულები არა ვართ. რისთვის გთხოვენ ხელწერილს, თუ გიჟები ვართ? მე მთავრობას არ ვუჩივი. მე ვუჩივი უსამართლობას, უკანონობას. მე ვთქვი სამშობლოს ზრდისა და ამაღლების საჭირო სიტყვა, რომელიც დღეს საზოგადოებას აღელვებს. ვერავინ დარჩება გულგრილი ამ დღიურების მიმართ. გაუგონარი სადიზმი, ცინიზმი მეტპერსონალისა და ყოვლის დამთრგუნავი გულახდილობაც, რომლითაც ლამობენ დედაშვილს გული გაუხეთქონ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ საშიშ პიროვნებებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგათავისუფლებთ. თქვენი სტანები აქ წყლობით არიან. საზოგადოების ძალისხმევას მხოლოდ ის მოყვა, რომ ნაზის დედა, რომელიც შვილის დასატირებლადაც კი არ გამოუშვეს, გაათავისუფლეს ექიმ ჯალათებისგან. როგორც ზვიად გამსახურდია მოწოდა მაშინ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მეტპერსონალს. ნაზი შამანაურმა მოახერხა და ვრცელი წერილი გაუგზავნა საავადმყოფოდან პოეტებს ირაკლი აბაშიძესა და ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელშიც სულის შემძვრელად არის აღწერილი მისი მწარე თავგადასავალი. იგი ამგვარად მთავრდება. სულ ერთია, რაც არ უნდა ფარონ მავან და მავანმა პირებმა სატკივარი არ დაიფარება, რადგან ასეთი სატკივარი გვაჟრჟოლებს და ტანში გვზარავს. საჭიროა ერთიანი ძალა საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად. ამას მოითხოვს საქართველოს ერთიანი მღვიძარე სული. სიცოცხლის არსი და დანიშნულება თანამდებობაში როდია. ხალხი პატარაა, მაგრამ ქვეყანას თვალწარმტაცი სიმწვანით მოსავს. მას რაშია ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება თუ არა სამშობლოს სამსახურში. ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი. მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ, სიკვდილს ვნატრობ, ძალები არ გამომლევია, უბრალოდ რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია. 1983 წლის 20 იანვარს ნაზი რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ქირურგმა, ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული. თუმცა მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა. უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა. 2011 წელს ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დაწესდა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან. საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან. დაგვიწერეთ კომენტარებში, იცოდით თუ არა ნაზი შამანაურის ისტორია. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.